გამარჯობა. ცოტა პაუზა გამომივიდა. ბოლო ვიდეო კაი ხნის წინ დავდე. თუმცა ქონდა ამ ყველაფერს მიზეზი და ალბათ მომავალში ბევრჯერ მომიწევს მაგ მიზეზზე საუბარი. თუმცა დღეს სულ სხვა თემაზე მინდა გელაპარაკოთ. დღეს მინდა გელაპარაკოთ მაიკ ტაისონისა და ალექსანდრ უსიკის თეორიულ დაპირისპირებაზე და იდეაში ამ ვიდეოს ჩაწერა 2 კვირით ადრე მინდოდა, მაგრამ ეხა ვწერ და ეხა ნახეთ. მგონია რომ ჯერ კიდევ აქტუალურია. ხო, აზრი ვიდეოსი გამიჩნდა იქიდან გამომდინარე რომ ნახეთ უსიკისა და რიკო ვერჰოვენის ბრძოლა, რომელიც ეგვიპტეში გაიმართა პირამიდების წინ გიზაში და ძალიან შთამბეჭდავი ივენთი იყო, ორი აზრი არ არსებობს. ერთის მხრივ ამ მომენტისთვის ცალსახად საუკეთესო ძიმეწონოსანი, რომელიც 4 ძირითადი კამრიდან 3-ს ფლობდა, ნუ უსიკზე არის საუბარი. მეოთხეც იდეაში უსიკის არის, უბრალოდ ჩამოართვეს და ამ მომენტისთვის ისევ დენიელ დუბუას აქვს. თუმცა ხო, უსიკი ორგზის აბსოლუტური ჩემპიონია ძიმეწონაში და არც ერთხელ ეს მეოთხე კამარი არ დაუკარგავს. და ნუ მეორე მხრიდან გამოდიოდა რიკო ვერჰოვენი. ადრე რიკო ვერჰოვენის მეტსახელი იყო კიკბოქსის პრინცი და ახლა უკვე ასაკში წავიდა კიკბოქსის მეფე არის. ხა მეფე არის თუ არა კიკბოქსის სინამდვილეში რიკო ვერჰოვენი, ამაზე კამათი შეიძლება. თუმცა ხო, ამ მომენტისთვის რომ საუკეთესო ძიმეწონოსანი კიკბოქსერია და ყველაზე სახელოვანი, ალბათ ამაზე ბევრი არ ვიკამათებთ. ხო და 200 ადამიანი ხვდებოდა ერთმანეთს, ძალიან შთამბეჭდავ ივენთზე, პირამიდების წინ, თლად თეთრი სახლი არ არის, მაგრამ აქვს პირამიდებსაც რა თქმა უნდა თავისი ეფექტი. ეს ხუმრობით. მე პირამიდები უფრო მომწონს. ხო და ივენთი პრინციპში კარგი გამოვიდა, მაგრამ დასასრული არ გამოვიდა. კარგი და ამის მიზეზი იყო ძალიან ცუდი მსაჯობა. ერთის მხრივ რიკო ვერჰოვენი მე-11 რაუნდში ალექსანდრ უსიკმა ნოკდაუნში გაუშვა და მსაჯებმა ძალიან დიდი დრო მისცეს და მერე ამ დროის მიცემის შემდეგ გააჩერეს ფაქტობრივად გონგის პარალელურად რიკო. არა და წესით და რიგით მე-12 რაუნდი თუ გვექნებოდა, ძალიან საინტერესო მე-12 რაუნდი გამოვიდოდა იქიდან გამომდინარე რომ ჩემი პირადი აზრით რიკო ვერჰოვენი უსიკს უგებდა მინიმუმ 7 რაუნდს პირველი 10-დან. მე აღმოჩნდა რომ საჯებს თურმე 2-ს ფრე ეწერა 5-5-ზე, მაგრამ ამას არ ვეთანხმები არანაირად და მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება, ვინც უყურა ამ მატჩს და ვისაც კრივი უყვარს, გასაგებია რომ ხა მოკრივე უსიკის მხარეს იყვნენ კრივის ფანები. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, რომ რიკო ვერჰოვენს დაუფასოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცა საოცრად ტექნიკურად არ გამოიყურებოდა რიკო. შედეგია მთავარი და შედეგი იყო ის, რომ 3 რაუნდზე მეტი როგორ უნდა მისცე უსიკს მანდ პირველ 10 რაუნდში მე არ ვიცი. ხო და მოკლედ გააჩერა მსაჯმა მე-11 რაუნდში, გააჩერა ძალიან ცუდად. ჩემი აზრია, რომ რიკო ვერჰოვენი არ იმსახურებდა მაგ გაჩერებას. ეგ ერთი და მეორეც არც უსიკი იმსახურებდა, რადგან აი მე და ჩემნაირებს სალაპარაკო მისცეს მსაჯებმა, რადგან მე-12 რაუნდში თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრ უსიკი დაწყებულ სამუშაოს ბოლომდე მიიყვანდა და აუცილებლად გათიშავდა რიკოს. ეგ ერთი და თუ რიკო მართლა ეგრეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, მისივე კუთხე გააჩერებდა და საერთოდ არ დაიწყებოდა მე-12 რაუნდი. მოკლედ საჯს არ უნდა მიიღო ამ ხელა გადაწყვეტილება თავისი. ნუ ეს არის ჩემი აზრი. ხო და მე აქედან გამომდინარე დავიწყე ფიქრი, რომ ყველაზე ხშირად ჩემთვის დაუსვამთ შეკითხვა უსიკს მოუგებდა თუ არა მაიკ ტაისონი. ხო და დღეს გადავწყვიტე, რომ ზუსტად ამაზე ვისაუბრო თეორიულ დაპირისპირებაზე უსიქსა და მაიკ ტაისონს შორის და თან გაგაცნობთ უსიკს, გაგაცნობთ მაიკ ტაისონს, შედარებით მოკლე გაცნობა იქნება და სანამ ყველაფერს დავიწყებ, მანამდე ჯერ მინდა რომ კომენტარში დამიწეროთ თუ გინდათ აი ესე ბიოგრაფიული ტიპის ვიდეოები რო ჩავწერო ხოლმე, ოღონდ ვრცელი. ამა თუ იმ ბრძოლზე ან შეიძლება მოკრივე იყოს თუ მოჭიდავეთ, სულ ერთია მოკლედ. კომბატ სპორტიდან ათლეტებზე თუ გინდათ ესეთი გრძელი ბიოგრაფიული ტიპის ვიდეოები, ჯერ ეგ მინდა რომ კომენტარში დამიწეროთ და მეორეც მინდა რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ეს ვიდეო დაალაიქოთ, გააქტიუროთ ზარის ღილაკი რომ ახალი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. ეხლა დავიწყოთ უსიკი ტაისონის განხილვა, ჯერ პატარა გაცნობით ერთი და მეორე მოკრივის. ხო, უსიკი კრივში მოვიდა ცეკვიდან, ესეთი ბექგრაუნდი აქვს ამ ადამიანს. ტრადიციულ ცეკვებზე დადიოდა და 15 წლის იყო, როცა გადაწყვიტა რომ კრივზე დაიწყო ვარჯიში. სხვა შორის მანამდე ფეხბურთსაც თამაშობდა. ზოგადად ეს ტრადიციული ცეკვები და უკრაინა შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად სიმბოლურიც არის და რატო? ვასილი ლომაჩენკო ალბათ უმეტესობა თქვენგანმა იცის, ასევე ლეგენდარული უკრაინელი მოკრივე, ყოველ შემთხვევაში სამოყვარულო კრივში უდავოდ ლეგენდარული არის. 2 მარცხი აქვს და 400 რაღაცა მოგება და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. უსიკი რომ თავისით დადიოდა ტრადიციულ ცეკვებზე, ლომაჩენკოს ეზიზღებოდა
იხდებოდა ტრადიციული ცეკვები, მაგრამ მამა იყო მისი მასწავლებელი, ასე ვთქვათ, კრივის მწვრთნელი და ძალით ატარებდა აი ზუსტად ამ ცეკვებზე, რომ footwork-ი დაემუშავებინა პატარა ლომაჩენკოს და გარკვეულწილად სიმბოლურიც არის, რომ უსიკი რაღაც ეტაპზე სწორედ ლომაჩენკოს მამის მომზადებულია, ვარჯიშობდა ლომას მამასთან, პაპაჩენკოსთან, როგორც ეძახიან ლომას მამას და ანუ მოკლედ ეს ბაზა უსიკს უკვე ჰქონდა 15 წლიდან გადმოვიდა კრივში უსიკი და სამოყვარულო კარიერის განმავლობაში მოიგო ევროპაც, მოიგო მსოფლიოც და 2012 წელს მოიგო ოლიმპიადაც. პროფესიონალური კარიერა დაიწყო 91 კილოგრამში, cruiserweight-ში, სადაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ, რაც მე ვფიქრობ, რომ ამ წონის ისტორიაში მომხდარა, იყო მუჰამედ ალის თასი, სადაც აბსოლუტურად ყველა ჩემპიონი გამოდიოდა, 8 კაციანი ტურნირი მოეწყო. და ყველა ვარიანტში მოკლედ ამ ტურნირის ბოლოს ერთ ადამიანს ექნებოდა ყველა ქამარი და პლუს მუჰამედ ალის თასი და სწორედ ეს ტურნირი მოიგო უსიკმა, რის შემდეგაც ლოგიკური გაგრძელება მისი კარიერის უნდა ყოფილიყო ძიმე წონა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში კრივი არის საბრძოლო ბიზნესი. ანუ გასაგებია რომ სპორტია, მაგრამ ბიზნესია და ბიზნესურად ძიმე წონაში როგორი ფინანსურად მომგებიანი ბრძოლებიც არის, ეგეთი ალბათ არსად არ არის და მით უმეტეს არ არის cruiserweight-ში. თუ სადმე არის ერთი კონკრეტული მოკრივის დამსახურებით, რა იგივე ფლოიდს აქვს ძალიან მაგარი ბრძოლები ფინანსურად და ანუ ასევე კანელოს. მაგრამ ძიმე წონა არის ძიმე წონა. და უსიკიც წავიდა მძიმეში, თავიდან ცოტა ისეთი სტარტი ჰქონდა, აშკარად ჭირდებოდა მიჩვევა ამ წონაზე და საბოლოო ჯამში ჯერ იყო და ენტონი ჯოშუას წართვა 3 ქამარი, 3 ლეგიტიმური ქამარი. ზოგადად ძალიან ბევრი ქამრებია კრივში, მაგრამ 4 არის ლეგიტიმური. WBC, WBA, WBO და IBF. ეს 4 ქამარი არის და 3 ქონდა ჯოშუას, WBC-ს გარდა ყველა და ჯოშუა დაამარცხა ორჯერ და სუპერ ბრძოლა გაკეთდა, როცა ყველა ქამარი დაიდო სასწორზე, ალექსანდრ უსიკი, ტაისონ ფიური და დაამარცხა ტაისონ ფიურიც. მაშინ გახდა პირველად აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონის, რომელიც კრივს არ ჰყავდა ნანახი ლენოქს ლუისის შემდეგ. ლენოქს ლუისი იყო უკანასკნელი აბსოლუტური ჩემპიონი. მე ჩამოვართვეს უსიქს ერთ-ერთი ქამარი, ამაზე პრინციპში წინა წეგან უკვე ვისაუბრე. ჩამოვართვეს ერთ-ერთი ქამარი და მე უკან მოიგო ის ქამარი და მე კიდე ჩამოვართვეს. მოკლედ კრივს აქვს თავისი ეს რაღაცა შიდა პოლიტიკა, რომელიც ძალიან ცუდი არის, რაც ანგრევს ამ სპორტს, მაგრამ სამაგიეროდ მოკრივეები ბევრს არ წუწუნებენ, იმიტომ რომ ფული იშოვება. მოკლედ აი ესე მოვიდა ალექსანდრ უსიკი რიკო ვერჰოვენამდე, ამასობაში უკვე 40-ს მიუკაკუნა, ცოტა გააკლია 39 წლის არის. ვორცდები უსიკი და აი ესე მოვიდა რიკომდე, ფაქტობრივად უკვე მას სპორტული თვალსაზრისით ყველაფერი აქვს დამტკიცებული. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვისაც აქვს ის მეორე ქამარი ორჯერ ყავს ისიც დამარცხებული უსიკს, ყველა დიდი ჩემპიონი დაამარცხა, ფაქტობრივად ბოლო 15 წელიწადში ვინც ყოლია. გარდა ვლადიმერ კლიჩკოსი, რომელსაც ფიზიკურად ვერ შეხვდებოდა, იმიტომ რომ კლიჩკო 2010-იანების შუაში, თუ არ ვცდები 2017 წელს დაანება სპორტს თავი და დეანტე ვაილდერი, რომელთანაც უნდოდა უსიკს ბრძოლა, მხოლოდ იმიტომ რომ დეანტე ვაილდერი არის, ხო, ახლა სპორტული თვალსაზრისით დეანტე ვაილდერი არის საკუთარი თავის 20% ალბათ ამ წამს. დანარჩენი ვინც იყო აქტუალური უსიკმა, ყველა დაამარცხა. ეხლა ახალი თაობაც კი წამოვიდა, მოზეს იტაუმა და აჯიტ კაბაიელი და კაბაიელთან უპირებენ რომ შეახვედრონ და კაბაიელსაც რო გაივლის უსიკი, ჯერ უნდა გაიაროს, მაგრამ რო გაივლის, არ ვიცი. სპორტული თვალსაზრისით მას უკვე დასამტკიცებელი აღარაფერი აღარ ექნება. არის დაუმარცხებელი, სამოყვარულო კარიერა საერთოდ 325 მოგება ჰქონდა და 15 მარცხი, რაც არანორმალური შედეგი არის და პრო დონეზეც დაუმარცხებლად მიდის, კიდე უფრო შტამბეჭდავი. მოკლედ ეს არის უსიკის ზედაპირულად რომ მიუყვეთ მისი ამ მომენტისთვის მონაგარი. ეხლა ვინ იყო მაიკ ტაისონი? ალბათ მაიკ ტაისონს უკეთესად იცნობთ. სალაპარაკოც ბევრია მაიკ ტაისონზე უფრო. მაგრამ ხო, ვეცდები რომ ამ ვიდეოში ამ კუთხით ძალიან არ დაგტვირთოთ. მაიკ ტაისონის კარიერა აბსოლუტურად სხვანაირია. მაიკ ტაისონი 13 წლის იყო, რომ 38 ჯერ იყო ნასამართლები უკვე. და ზუსტად აი ამ 13 წლის ასაკში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ეს ბიჭი, მიიყვანეს ლეგენდარულ კას დიამატოსთან, წვრთნელთან და მან დაიწყო მაიკ ტაისონის მომზადება. სხვადასხვა ბევრმა არ იცის, რომ მაიკ ტაისონი 1984 წელს უნდა ყოფილიყო ოლიმპიადაზეც იდეაში გამოიძახეს, ესე რომ ვთქვათ, ნაკრებში. მაგრამ ვერ მოხვდა აი საბოლოო ძირითად შემადგენლობაში
და არ წაიყვანეს 84 წელს და წესით და რიგით მაგრად უნდა ინანონეს და იდანეს ალბათ, იმიტომ რომ 86 წელს მაიკ ტაისონი უკვე იყო მძიმე წონის ჩემპიონი 20 წლის ასაკში, რაც ფენომენალური შედეგი არის. ოლიმპიადაზე უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა კიდე გითხრათ, რომ სხვათა შორის იქ ყველაზე ახლოს დამეგობრდა, ეს უთქვამთ ერთ მოკრივესაც და მეორესაც ევანდერ ჰოლიფილდთან. მაშინ ევანდერი იყო ნაკრებში და ევანდერმა ოქროც მოიგო იმ ოლიმპიადაზე. ვინ იცოდა მაშინ რომ წლების შემდეგ ევანდერ ჰოლიფილდს ყურს მოაჭამდა მაიკ ტაისონი, აქამდეც მივალ. მაიკ ტაისონმა 20 წლის ასაკში მოიგო 86 წელს პირველი ქამარი, გახდა მძიმე წონის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი და სხვათა შორის კაზდი ამატორო გიხსენეთ, მწვრთნელი იყო თქო. ვისი რეკორდიც მოხსნა, ფლოიდ პატერსონი იყო ესეთი მოკრივე. ისიც კაზდი ამატოს მოწაფე იყო დაახლოებით 25 წლის წინ ფლოიდ პატერსონი და არ ვიცი ამ კაცს რაღაცა განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა. თან ერთი და იგივე ტიპის მოკრივეები უყარდა. ფლოიდ პატერსონიც ტანით პატარა იყო და მაიკ ტაისონიც ტანით პატარა იყო მძიმე წონისთვის. მაგრამ ჰქონდა ამ კაცს თავის ეს პიკაბუ სტილი, რომელსაც არგებდა ამ მოკრივეებს და ორი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონიდან ორივე არის მისი მოწაფე. 90 წლამდე მაიკ ტაისონი იყო დაუმარცხებელი. ბევრი რაღაცა მოხდა მის პირად ცხოვრებაში ამ პერიოდში. ყველაზე მთავარი რაც იყო ალბათ ის არის, რომ ეს კაზდი ამატო ეს ადამიანი გარდაეცვალა. და ასევე ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა, ძალიან პატარა ასაკში შეირთო, დაშორდა თან ძალიან ცუდად. და მოკლედ არ იყო 90 წელს მაიკ ტაისონი კარგ ადგილას და ტოკიოში წააგო ბასტერ დაგლასთან. იყო ასეთი მოკრივე, რომელიც იმდენად აუთსაიდერი იყო, ანდერდოგი იყო მაიკ ტაისონის წინააღმდეგ, რომ რამდენიმე ტოტალიზატორზე, ასე ვთქვათ, ფსონებიც კი არ იდებოდა. და დღემდე კრივის ისტორიაში ითვლება ყველაზე დიდ მოულოდნელობად მაიკ ტაისონის ეგ მარცხი. მაგაზე დიდი ფავორიტი ისტორიაში არ დამარცხებულა არასდროს კრივში. ამ მარცხის შემდეგ კი მოიგო რაღაცეები ტაისონმა, მაგრამ სასამართლო მოუწია ძალადობაზე უჩივლეს და 3 წელი ციხეში გაატარა. სადაც სხვათა შორის ფორმა არ დაუკარგავს, იმიტომ რომ ბევრი ამბობდა, რომ მაიკ ტაისონის ციხიდან გამოვიდა, ანუ ფიზიკურად, ვიზუალურად გამოიყურებოდა ყველაზე მაგრად, რაც კი, ასე ვთქვათ, ტაისონი უნახავთ. მაგრამ აშკარა იყო, რომ გონებრივად ის უკვე სპორტს ვეღარ დაუბრუნდებოდა. მოკლედ, ის რობოტი, რასაც კაზდი ამატო მისგან ზრდიდა და ცდილობდა რომ გამოიყვანა, იმ რობოტისგან უკვე ძალიან შორს იყო მაიკ ტაისონი და კი დაბრუნდა, მაიკ ტაისონი იყო და რაღაცეები მოიგო, სხვათა შორის ორი ქამარი მოიგო, ბევრმა ეს არ იცის, იმიტომ რომ უმეტესობა ადამიანები ჩემსავით ლაპარაკობენ სულ იმ მარცხზე, რომელთანაც ახლა მივედი, ჩემს ვერ უკვე ხსენებულ ევანდერ ჰოლიფილდთან ორი მარცხი ზედიზედ, აქედან ერთ-ერთი დისკვალიფიკაცია იყო, იმიტომ რომ ყური მოაჭამა, როგორც უკვე გითხარით. შემდეგ იყო მარცხი 2002 წელს ლენოქს ლუისთანაც და სხვათა შორის ამ მარცხის მერე მაიკ ტაისონი ამბობდა, რომ ასე ვთქვათ, ბრძოლამდე ძალიან ის იყო რა, აგრესიული იყო ტაისონი და რაღაც საშინელებებს კადრულობდა, ასე ვთქვათ, ყალებში რა. და მე თქვა რომ ეგ ყველაფერიო შოუ იყო რა, უბრალოდ ფულის შოუ უნდა მინდოდაო, თორემ მე მიყვარსო ლენოქსი. სხვათა შორის ლენოქს ლუისმა და მაიკ ტაისონმა პირველად ისპარინგეს ამერიკაში, თუ არ ვცდები 1984 წელს, ან 83 წელს. მოკლედ მაიკ ტაისონი ჯერ პროფესიონალი არ იყო და კანადიდან ჩავიდა სტუმრად ლენოქსი. და მაშინდელ ტაისონზე ამბობს ლენოქსი, რომ გაოგნებული ვიყავი, რა დონეზეც იყო ბავშვიო რა, ჩემზე 1 წლით პატარა იყო მაიკიო და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ოდესღაც. ისევე როგორც ევანდერ ჰოლიფილდთან ჰქონდა ტაისონს. არა ისე მოხდა, რომ ერთი მისი კარიერის თავარი, ვთქვათ, შავი ლაქაა და მეორე მოკრივე, რომელმაც აშკარად ყველაფერ იმას მიაღწია, ჩემი აზრით, რასაც მაიკ ტაისონს უნდა მიეღწია. იმიტომ რომ 1 წელი იყო მათ შორის სხვაობა და მაიკ ტაისონის საუკეთესო პერიოდი გამოდის, რომ არის 20-დან 24 წლამდე. წარმოიდგინეთ, 24 წლის შემდეგ მაიკ ტაისონის დაღმასვლა არის სულ. და ხო წარმოუდგენელია რა, მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ მით უმეტეს მძიმე წონის მოკრივე 27-დან 22-23 წლამდე მაინც სუმცირე, იმ პერიოდში ეგრე იყო, უნდა დომინირებდეს და აქ 24 წლამდე ვნახეთ საუკეთესო მაიკ ტაისონი. მოკლედ ასეა თუ ისეა, მაიკ ტაისონის კარიერა აბსოლუტურად განსხვავდება ოლექსანდრ უსიკის კარიერისგან, ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავდება ოლექსანდრ უსიკის ცხოვრებისგან, მაგრამ ამ ორივე მოკრივეს აქვს რაღაცეები, რაც საერთო აქვთ.
და ამაზე მინდა ახლა ვისაუბრო. მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ გინდათ ესეთი ვიდეოები რა, ეს ინფორმაციული ვიდეოები, შემიძლია უფრო სხვანაირად განვავრცო, ბევრი გელაპარაკოთ გაცილებით, იმიტომ რომ მაიკ ტაისონზე მართლა შემიძლია რომ 1 საათი აი დოკუმენტური ფილმივით მოგიყვეთ თუნდაც ტაისონზე, თუნდაც უსიგზე სხვათა შორის ასევე. და თუ ესეთები მოგწონთ, მითხარით და ესეთებსაც მომავალში ვცდი. დოკუმენტური ტიპის ვიდეოები რა, ინფორმაციული უფრო. ხო, ეხლა გადავიდეთ იმაზე, რაც ამ ადამიანებს აერთიანებთ. ყველაზე დიდი საერთო რაც ამ ორ ადამიანს აქვს სპორტში არის ძლიერი ოპოზიციის ნაკლებობა. ამაზე ვიცი რომ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მოდი ობიექტურად და როგორ თქვა, ორივეს გადმოსახედიდან შევხედოთ. უსიკის შემთხვევაში გავიგეთ რომ კამრები არის და ის კამრები ვიღაცეებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ენტონი ჯოშუა, დეანტე ვაილდერი თუნდაც ტაისონ ფიური. ტაისონ ფიური ალბათ ყველაზე ნაკლებად, მაგრამ მაინც. დენიელ დუბუა, აი ეს მოკრივეები არიან ყველაზე კარგი მძიმეწონოსნები, ვინც უსიკს შეხვდა და ვინც უსიკმა დაამარცხა. მაგრამ ყველა დროის საუკეთესოებს რო ესე შევხედოთ, ეს ხალხი არ განიხილება მანდ. ყოველ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს. ან ჯორჯ ფორმანის, მუჰამედ ალის, მე ვიტყოდი რომ ნორტონის გვერდითაც კი ვერ დააყენებ რა ამ მოკრივეებს. არც არის ლაპარაკი დააყენო რაღაც ლენოქს ლუისთან და ევანდერ ჰოლიფილდთან და რიდიკ ბოუსთან. თუნდაც. მოკლედ, ეს ხალხი, ეს ოპოზიცია, ვინც არის, უსიკმა ვინც დაამარცხა, არიან ძალიან სუსტები. და ასევე მაიკ ტაისონს ყავდა ზუსტად იგივე სუსტი ოპოზიცია. 80-იანი წლები კრივში არის მოულოდნელი ჩავარდნა. ანუ 70-იანები ითვლება რომ არის ოქროს ხანა. ბევრი შეიძლება იყოს წინააღმდეგი რომ 70-იანები არა 90-იანები არის ოქროს ხანა, მძიმეწონაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ფაქტია რომ 70-იანები და 90-იანები. აი ეს ორი დეკადა გაქვს. შუაში არის 80-იანები. ზუსტად მაგ შუაში იყო მაიკ ტაისონი და 85 წელს როცა ლარი ჰოლმსმა დაანება კრივს დროებით თავი, მერე კი დაბრუნდა და ლარი ჰოლმსი დაამარცხა მაიკ ტაისონმა, მაგრამ იყო უკვე ბებერი და კარიერა დანებებული ლარი ჰოლმსი რა, ის ლარი ჰოლმსი არ ითვლება. ახლოსაც კი არ იყო თავის პრაიმთან ლარი ჰოლმსი, როცა მაიკ ტაისონმა დაამარცხა. ხო და იმას ვამბობ, რომ აი ზუსტად ეგ ჩავარდნა, როცა იყო, მაშინ იყო მაიკ ტაისონი ჩემპიონი და ეხლა როცა ჩავარდნა არის მძიმეწონაში, მაშინ არის ოლექსანდრ უსიკი ჩემპიონი. ანუ ძალიან რთული არის ამ მოკრივეების რეალურად შეფასება, იმიტომ რომ არ გვინახავს ყველა დროის ყველაზე მაგარ მოკრივეებთან რას იზამდნენ. მაიკ ტაისონი კი შეხვდა ევანდერ ჰოლიფილდს და კი შეხვდა ლენოქს ლუისს, მაგრამ მაგაზე ხო ვისაუბრეთ, ეგ იყო ციხის მერე და ის ფსიქიკურად უკვე სპორტსმენი აღარ იყო და მისი мотиваცია ძალიან განსხვავდებოდა იმ პატარა 20, 21, 22 წლის მაიკ ტაისონის мотиваციისგან და ძალიან უსამართლო იქნება. შეიძლება ასაკი ტაისონს ჰქონდა ისეთი რომ რატომაც არა, ისევ საუკეთესო პერიოდში ხარ, მაგრამ ძალიან უსამართლო იქნება რომ ესე მიუდგეთ. იმიტომ რომ ვინც ახლოს იცნობს მაიკ ტაისონის პიროვნებას და მოусმენია მისი ინტერვიუები, უნახავს მისი დოკუმენტური ფილმები, ზოგადად უფიქრია ამ ადამიანის ფსიქიკაზე, როგორ შეიცვალა ეს ადამიანი, როგორ დღეს რანაირია, რა მეტამორფოზა გაიარა. მიხვდება რომ მაიკ ტაისონის კრივი დამთავრდა 1990 წელს, როცა ბასტერ დაგლასმა ის დაამარცხა და მაიკ ტაისონის კრივს შანსი არ დაუტოვა, რომ კიდე დაბრუნებულიყო ციხეში შესვლა. ამიტომ მე ვერ ჩავუთვლი მაიკ ტაისონს მაინც და მაინც დიდად მარცხად ევანდერ ჰოლიფილდს და ლენოქს ლუისს და მირჩევნია ვიფიქრო, რომ საუკეთესო მაიკ ტაისონს არ უნახავს მის წინ ძალიან მაგარი ტოპ მძიმეწონოსანი მოკრივე. ისევე როგორც არც უსიკს. ამის გამოა პროგნოზი ძალიან რთული. თუმცა უნდა ვცადო მაინც დარწმუნებული ვარ უმეტესობას ის გაინტერესებთ თეორიული დაპირისპირება და მე ვიტყოდი რომ შანსები ორივე მოკრივეს დარწმუნებული ვარ მოეწონებოდა თავისი, მაგრამ მაინც პატარა უპირატესობა თუ თეორიულად ესე უნდა მივანიჭოთ, მივანიჭებდი მაიკ ტაისონს და ამის მიზეზად დავასახელებდი სისწრაფეს და დარტყმის ძალას. უსიკი კარგია ტექნიკურად, მაგრამ არ აქვს ის მძიმე ხელი, რაც ჰქონდა ლენოქს. ანუ მაიკ ტაისონის ტექნიკურად დამარცხება უსიკს თეორიულად შეუძლია, მაგრამ პრაქტიკაში მგონია, რომ პრაიმ მაიკ ტაისონის ფეთქებადობა და ეს არ გეგონოთ, რომ მაიკ ტაისონის ტექნიკა ვინმეზე ნაკლები ჰქონდა. მაიკ ტაისონს ჰქონდა თავის დამახასიათებელი სტილი, რომელსაც მიყვებოდა იდეალურად
და აი ამ სტილზე ალექსანდრ უსიკს პასუხი არ ექნებოდა, იმიტომ რომ დღევანდელ ბრძოლებს რო უყურებ, უსიკი ამარცხებს იგივე ფიურის, იგივე ჯოშუას, იგივე დუბუას, აი ამ მებრძოლებს ამარცხებს თავისი სისწრაფის, ტექნიკის, ფუტვორკის ხარჯზე. და მაიკ ტაისონის სისწრაფით, ფუტვორკით და ტექნიკით არავის არ დაუმარცხებია ესე. ევანდერ ჰოლიფილდმა ფიზიკურად აჯობა და ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, იმიტომ რომ იყო ფიზიკური და შეკრა, ასე ვთქვათ, ტაისონი არაჩხუბა და აჯობა, კლინჩი აჯობა და მე ერთხელ საერთოდ ნოკაუტი იყო და ნუ ერთხელ დისკვალიფიკაცია და ლენოქს ლუისი კიდე ლენოქს ლუისი არის გიგანტია აბსოლუტური, რომელსაც აქვს ძალიან ბასრი ჯები და ნოკაუტის ძალა და დაანგრია ტაისონი და ის კლინჩიც იცი, ანუ ლენოქს ლუისი გაცილებით უკეთესი მოკრივი არის, ვიდრე ალექსანდრ უსიკი. ბოდიში უსიკის ფანებს ვიცი რომ ეხა კომენტარებში გაგიჟდებით, მაგრამ ნუ ეგეც მოსულა. უბრალოდ არგუმენტებით, მეგობრებო, არგუმენტებით შემეწინააღმდეგეთ და ამიხსენით თუ დააპირებთ რატომ გირჩევნიათ ლენოქს ლუის ალექსანდრ უსიკი. ხო და იმას ვამბობ, რომ მაიკ ტაისონის სტილი არის ფიქრობ ძალიან უხერხული ალექსანდრ უსიკისთვის, ზუსტად იმის გამო, რომ უსიკს ურჩევნია თავის ნელი და დიდების ცემოს, ვიდრე პატარები, სწრაფები და უფრო ძლიერები და უფრო ფეთქებადები. თან ვსაუბრობთ მაიკ ტაისონზე, ვიღაცაზე არ ვლაპარაკობ. და ხო, თუ მაინც და მაინც უნდა ვთქვა ესე თეორიულ იმაში, დაპირისპირებაში ჩემი აზრი, თეორიულად მე მაიკ ტაისონი მგონია რომ მოიგებდა ამ ბრძოლას. ხო, მინდა რომ უბრალოდ გაგებით მოვეკიდოთ, თუ არ მეთანხმებით დამიწეროთ, რატო არ მეთანხმებით, სუბიექტური აზრია. ესა ვერ იქნება რაღაცა ობიექტური ჭეშმარიტება და მე მიყვარს ასეთ რაღაცებზე კამათი. თუ არ მეთანხმებით, დამიწერეთ, რატო არ მეთანხმებით და თუ მეთანხმებით, ასევე დამიწერეთ, რატო მეთანხმებით და ასე ვთქვათ, მე რადგან ამ ვიდეოში ყველა სულ ყველაფერს ვერ ვილაპარაკებდი, შეგიძლიათ რაღაცა არგუმენტები თქვენს გამოუშვათ. გინდა საწინააღმდეგო და გინდა რო ეთანხმება ისეთი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და ხო, ძალიან აქტიური თვე გვექნება ივნისი, თეთრი სახლი მოდის, ამაზეც რა თქმა უნდა ვიდეოებში შემოგთავაზებთ. კიდე რამდენიმე ვიდეო მაქვს დაგეგმილი, რომელიც წინა თვეში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვისაუბრებ ამაზე, რატო ვერ გავაკეთე მომავალში. და მოკლედ ეგ ვიდეოებიც დაიდება და აბა ერთად ვისიამოვნოთ ამ თვეში კომბატ სპორტებით. ბევრი კარგი რამეა დაგეგმილი. მოკლედ შევხვდებით ჩემს YouTube არხზე დროებით.